კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ოთხზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ანტალიის დიპლომატიის ფორუმი რამდენიმე წუთში ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ფორუმის პარალელურად საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე გვერდება ანტალიიდან პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. ანტალიის დიპლომატიის ფორუმმა სტარტი სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად აიღო, გაიმართა გახსნის ოფიციალური ღონისძიება. აქ შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოების წევრებს, მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რასაკვირველია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა და მათ ასევე სიტყვით მიმართა. ანტალიის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მსოფლიო პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსაზრებები გაცვალონ. მათ შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტალია ახლა დიპლომატიის ცენტრადაც იქცა, რადგან სწორედ მომდევნო 2 დღის განმავლობაში ეს იქნება ადგილი და სივრცე, სადაც ლიდერები იმსჯელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის რეგიონში და მსოფლიოში არსებულ ვითარებებზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოება დგას და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. რასაკვირველია, ჩვენმა მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ ანტალიაში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა უკვე მიიღო ლიდერთა პლენარულ დისკუსიაზე. პრემიერ-მინისტრმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა გამოწვევებზე და ასევე საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფნის პროცესში. დელეგაციის შემადგენლობაში არის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე შეხვედრებს მართავს. მან შეხვედრა გამართა ალბანელ კოლეგასთან, საუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე და ასევე საერთო მისწრაფებაზე, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა, სადაც ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში. წელს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს საკმაოდ ბევრი მაღალი დონის სტუმარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში, სადაც იყო დისკუსია თანამედროვე გამოწვევებზე, გლობალურ გამოწვევებზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ხედვებზე საქართველოსთან, ჩვენს პერსპექტივაზე, გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე ეს საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდეს შეხვედრები კოლეგებთან, ჰქონდა შეხვედრა ჩემს ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგასთან, ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და ვისაუბრეთ ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს დელეგაციას, მათ შორის სულ ცოტა ხანში მთავრობის მეთაური შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს. გარდა ამისა, დაგეგმილი არის საქართველოს მთავრობის მეთაურისა და მასპინძელი ქვეყნის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა. მადლობა ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. პანელური დისკუსიის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მშვიდობისა და დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურად დაძაბულ ვითარებაში სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს. პრემიერმა დაკავშირებადობის გასაძლიერებლად საქართველოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად. ამ კუთხით პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა.
სოფლიოში ჩვენს ირგვლივ ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე, სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები, ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება. როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა, ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება. საქართველოს სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3% შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელით საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ. 8.4% იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა. მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ რეგიონში, არამედ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელშეუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ. თქვენ ლიდერობასაც შეეხეთ შესავალ სიტყვაში და უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია. ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას. რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ასეთია საქართველოს მიდგომა. ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია. თქვენ შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია. კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციების სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის კარგი მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. სამწუხაროდ ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.
პრემიერ-მინისტრმა პანელზე სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში დიპლომატიის როლზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ დიპლომატიითა და პრაგმატული პოლიტიკით ახერხებს ჩვენი ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები გადაწონეს უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს, დიპლომატიის როლი ბევრად უფრო ძლიერი იქნება მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი. თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის. ყველა სახელმწიფო აქცენტს უნდა აკეთებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე, პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. ამჟამად უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს. თუ მსოფლიოს მასშტაბით ვერ მოვახერხებთ წესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაბრუნებას, დიპლომატია ვერასოდეს აღმოჩნდება უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე უპირატესი. ამაზე უნდა გაკეთდეს ჩვენი აქცენტი. კიდევ ერთი საკითხი, დაკავშირებადობის როლზე და ჯანსაღ ეკონომიკურ კავშირებზე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმა. თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები გადაწონის უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს, დიპლომატიის როლი ბევრად უფრო ძლიერი იქნება მსოფლიოში. სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია. რეგიონს ბევრი სპეციფიური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, კონცენტრაცია მოვახდინეთ დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენს სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა და მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს ამ მაგალითით. უნდა ვაშენოთ ხიდები და არა დავწვათ. ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა და ამ შემთხვევაში დიპლომატიის როლი ბევრად უფრო გაძლიერდება. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. შალვა პაპუაშვილმა მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა. პარლამენტის სპიკერი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, პარლამენტთა შორის თანამშრომლობა, სამეზობლო პოლიტიკა, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობა. ეს არის მთავარი საკითხები, რომელიც შეხვედრებზე გაჟღერდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთა შორისო კავშირის 152 ასამბლეაზე, სადაც სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე გარე ძალების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა შეხვედრები გამართა მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთანაც, სადაც ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბრიუსელის ბიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულებებზე. შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების დელეგაციებთან პირდაპირ დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს. საბედნიეროდ თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის ხელისუფლება, ზოგადად რეგიონის ხელისუფლებები ძნულ პოლიტიკას მიყვებიან, იმით რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ხედავთ ჩვენ, რომ სამწუხაროდ ის დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით ვისმენთ, ეს დეზინფორმაციაც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ გაცვლას აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები ჰქონდა და არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში ჰქონდეს პირდაპირ კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან. საუბარი ჰქონდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და პროცესებზე. ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის დამსახურება ზუსტად იმ ბრძნული
პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენ ერთიანად ვაწარმოებთ. ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა ჩვენი საომავლო ეკონომიკური გეგმებისა იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ჩვენ ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელად ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო საპარლამენტო დელეგაციებთან, მათ შორის საბერძნეთისა და ლუქსემბურგის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ ავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი ევროინტეგრაციის გზაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ორმოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. საჰაერო ფრენების შეზღუდის თემაზე ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟის უკან ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ სახელმწიფო გუნდში. მართლ პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათი ოპონენტები ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ პროექტს ეწინააღმდეგებიან. პარლამენტის თავმჯდომარე კი აქცენტს აკეთებს იმ ონლაინ მედია საშუალებებზე, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული მედია საშუალებები ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდაში არიან ჩართულები. ხელოვნური აჟიოტაჟი იყო გამოჩნდა რამდენიმე წუთიანი ესე ვთქვათ დეზინფორმაცია არის ხოლმე, რომ ამას შეჩვეული ვართ. 2 დღე ძალით თავს გაიბრაზებენ. შემდეგ გადაევლეს ხოლმე. ამიტომ ასეთი ასე ვთქვათ პროპაგანდისტული ხრიკების დროს უბრალოდ ჩვენ უნდა დავიცადოთ 2 დღე და გადაულით მე ეს ყველაფერი როგორც სხვა საკითხებს გადაულია მათთვის. უბრალოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და დავაკვირდეთ ამ დროს სხვადასხვა მედიის ჩართულობას. განსაკუთრებით ეს შეეხება ბრიუსელის პროპაგანდისტულ მედიებს, გულისხმობ ონლაინ მედიებს, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდებიან. დავაკვირდით ის თუ რა თემებს იტაცებენ, ვინაიდან, როდესაც ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ევროპული ფონდებიდან ფინანსდება. მიჩვეულები ვართ დეზინფორმაციას ამ აქტორებისგან, მათი მფლობელობაში არსებული ტელევიზიებისგან და თუ კონკრეტული დეზინფორმაცია წინა წლებში გრძელდებოდა რამდენიმე დღე, მაინც შეიძლება ერთი კვირაც ხომ, დღეს უკვე ეს დეზინფორმაციები გრძელდება საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე საათი და მაინც აგრძელებენ იგივე სტილში, მათი არავის არ ჯერა და მით უმეტეს რაღაცა ისე ზღაპრებს, როდესაც ყვებიან, რომ უფრო დაუჯერებელია. თუ ამისთვის ავიარეისების დაკორექტირება იქნება საჭირო იმისათვის, რათა აბას დუმანის საგანგებო სოფლიო დონის მნიშვნელობა შევინარჩუნოთ, ესეც გასაკეთებელია, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტმა უნდა ისაუბროს. აბას დუმანი არის ჩვენი მარგალიტი საქართველოსი და რასაკვირველია მისი გალამაზება, დამშვენება, მშენებლობა ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ისევე როგორც ბევრი სხვა პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისი ოჯახის ან იმ ფონდის მეშვეობით კეთდება. მარშრუტები გადაადგილება იცვლება პრაქტიკულად 2 კვირაში ერთხელ, იმის ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიცვალა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ აბას დუმანში მეცნიერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი უნიკალური ასტროფიზიკური ლაბორატორიები და ადგილები გამოიყენონ იმისთვის, რომ უფრო მეტი აღმოჩენები გააკეთონ ისევ საქართველოს სახელი, ისევ საქართველოს რომ მოუტანონ წარმატება და ისევ საქართველოს რომ გამოიყენონ ეს წარმატება. მაგრამ ასე არანაირი წარმატება ამ ადამიანებს არ ახარებთ პირიქით. ნებისმიერ ასეთ მცდელობას, რომ რაღაც კარგი შეიქმნას ქვეყნისთვის, ცდილობენ ყველაფრის გაშავებას. ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური ორგანიზაციები ცოცხლობენ და ცხოვრობენ სწორედ ამ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგით, მუდმივად დაძაბულობის და შფოთის შემოტანით საზოგადოებაში.
რადიკალებისგან მხარდაჭერილი ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცავა უწმინდესის გარდაცვალების შემდეგაც კი მის შეურაცხყოფას განაგრძობს და ისევ ცილის მწამებლურ განცხადებებს აკეთებს. სასულიერო პირი პატრიარქს კაკებეშნიკური სკოლის წარმომადგენელს უწოდებს და ამბობს, რომ მან პატრიარქი ამხილა და მისი მწყემსი კეთილის იმიჯი დაამსხვრია. ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცავას ცილის მწამებლური განცხადებების უკან პარლამენტის თავმჯდომარე რადიკალური ძალების კვალს ხედავს და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პატრიარქის მაგინებელს საკუთარი მოსაზრებების გავრცელებისთვის პლატფორმას უთმობენ. არ ყოფილვარ გასვენებაზე პატრიარქისას. ამ პროპაგანდისა და ესე ვთქვათ დავარქვევდი ამას ამ კეკებეშნიკური აზროვნების და დღემდე რაც საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში არსებობს საჯაროდ გახდა პირველი იერარქიის ამხილებელი. რა თქმა უნდა, მხილება ჩვენი ვალდებულება ამოვალეობა, როცა ვხედავთ რაღაც უკეთურებას და ცრუ ქრისტიანობას ეკლესიაში. ერთი წლის ვადა ქონდა ფაქტიურად პატრიარქს როგორც ბრალდებულს. ერთი რომ თავი გაემართლებინა. პატრიარქი უთხარი რომ თქვენ აშკარად არ გქონთ რჯულის კანონს. ისთვის საძორ დასჯელი არის ეს ბრალდება კი არა, რომელიც მე ასე ვთქვათ სხვარგადასული ცოდვის და სოდომიის სახით წავაყენე ბრალი და ვამხილე. არამედ ჩემზე არის ბრალი რომ არ ამწყემსი კეთილის ფორმატში რომ ესე შეურაცხყოფა მივაყენე. მე როგორც უკანონოდ უსამართლოდ გამომიშვით გამომაგდეთ ეპარქიიდან ისე დამაბრუნეთ ჩემს ეპარქიაში. წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნიდან ჩემთან მიმართებაში საკითხი რა თქმა უნდა არ გამოსწორებული. ძალიან სამწუხაროა რომ როდესაც პატრიარქის პირდაპირ გაგებით პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას იმისთვის რომ გავრცელდეს რაღაც მათი მოსაზრებები თუ სიტყვები. ის ვინც ამ სამარცხვინო აქციაში ჩართული იყო და ის ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს პლატფორმას და ტრიბუნას ორივე თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ არიან ქართული საზოგადოების მტრები ამ გაგებით. ეს კიდევ ერთი ილუსტრაცია არის, რომ ნირს არ შეიცვლის ნაცმოძრაობის არც ერთი წევრი თუ აპოლოგეტი. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ერთი ნეგატიური ამბავი, ეს უკვე ამაზრზენ კამპანიაში გადადის, როდესაც ფაქტობრივად თითოეული ადამიანის, რომლისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებელი ეკლესია, ძვირფასია პატრიარქი, მათ ანუ ესე პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ამგვარი ფორმით, რაღაც გაუგონარი მართლა და ამაზრზენი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფელი განცხადებებით ასეთი ადამიანებისთვის თავიანთი სცენების დათმობით და თავიანთი ტელევიზიების დათმობით. ეს ნიშნავს ბევრ რამეს, მარტო ეს ადამიანი კი არა, რომელიც ცდილობს რომ ეკლესიას ჩირქი მოცხოს, ასევე ეს ტელევიზიები, ეს მედია საშუალებები, რომლებიც ამის შესაძლებლობასაც აძლევენ და პირიქით, არათუ შესაძლებლობას ახალისებენ და უამრავ შესაძლებლობას აძლევენ, რომ პირიქით მათი ეს ამაზრზენი კამპანია უფრო ფართომასშტაბიანად გავრცელდეს ქვეყანაში. იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წარსულში ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. მან შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტებით ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია 4 პირი. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულებმა გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10,000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. სერნის მეცნიერთა ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორთან, მეცნიერებთან, ინჟინრებთან, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად თვლის მეცნიერების მიმართულების გაძლიერების კომპონენტსაც. CERN-ი მოგეხსენებათ, რომ არის საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელიც დაახლოებით უკვე 10 წლეულებია ქართველი მეცნიერები ჩართულნი არიან, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები. ფიზიკა ჩვენთვის საამაყო მიმართულებაა და შესაბამისად ჩვენ დღეს საუბრობთ იმაზე, რომ გვინდა კოლაბორაციაში
შემთხვევაში სამინისტროს მხარდაჭერით ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. დღეს საფუძველი ჩაეყარა ისტორიულ თანამშრომლობას, სამხრეთ თანამშრომლობას ევროპული ბირთვული კვლევების ცენტრს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად ერთვება იმ საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც ბაზირებულია CERN-ში და რომლის ძირითადი ფუნქცია ახალი სუბატომური ნაწილაკების აღმოჩენა და მათი ძირითადი მახასიათებლების გაზომვა. SHIP ექსპერიმენტი თვითონ წარმოადგენს უდიდეს კოლაბორაციას, რომელიც იქ დაიწყო 2026 წელს და ეს არის დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენა. ციცოცხლის შემეცნებაზე პროფესორად მუშაობენ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთან ერთად, კვანტური ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად დღეს ჩვენ ძალიან სასიხარულო რომ მათ მოიწონეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობა და ისინი ჩვენთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა. რევაზ სოხაძე სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაზიანებული გზის მდგომარეობას გაეცნო. განიხილა არსებული ვითარების სტაბილიზაციის, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების გზები. ამასთან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფლამდე მისასვლელი დამატებითი გზის მოწყობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა. პარალელურად მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც. დღევანდელი დათვალიერების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს საგზაო ტრანსპორტის განლაგების მიზნით დროებითი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ასევე პარალელურ რეჟიმში დაიგეგმება შესაბამისი საპროექტო სამუშაოები, რომ დაიწყოს ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის მინისტრთან და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ადგილზე გავეცანით სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთს, დაიგეგმა ახალი ალტერნატიული გზის გაყვანა, დაიწყება პროექტირება, რაც თავის მხრივ მოსახლეობისთვის იქნება ხელსაყრელი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება. აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენ დევნილ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით დღეს ქალაქ ბორჯომში შევხვდით კომპაქტურ ჩასახლებაში ჩვენ დევნილ მოსახლეობას, განვიხილეთ მათი სოციალური მდგომარეობა, საჭიროებები, ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საომალოდ ჩვენი მიზანია, რომ ყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ გამოწვევებზე და აფხაზეთის მთავრობის მიზანია ზოგადად უკეთესი სოციალური პირობები შეუქმნათ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად გაიარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, ასევე ჩემთან და ბატონ დავით ფაცასიასთან ერთად მოსახლეობის გამოწვევები, არსებული პრობლემები, კონკრეტულად ისაუბრეს საყოფაცხოვრებო პირობებზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ბევრი რამე გვაწუხებს და ყველა ჩვენი რაღაცები რაც გვჭირდება გავზიარებთ და ყველაფერი გულთან მიიტანეს და ყველაფერს მოაგვარებენ შესაძლებლობის დაგვარად. პარიზში გრან პალეში პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კულტურის მინისტრი და საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დაესწრნენ. საქართველოს პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარსდგება ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემითა და 10-მდე გამომცემლობით წარადგენს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები. პარიზის წიგნის ფესტივალში საქართველოს უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანას და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს. საფრანგეთში არაჩვეულებრივ გამოფენაზე, ფესტივალზე, წიგნის საქართველოს არის უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი ადგილით წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ყველა მომსვლელი აღნიშნავს, რომ ცენტრალური ადგილი წელს საქართველოს წიგნს და საქართველოს ლიტერატურას უჭირავს. ჩვენი ქვეყანა წელს არის პირველად წარმოდგენილი საგანგებო მოწვეული სტუმრის სტატუსით. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ძველი კულტურა, ჩვენი დამწერლობა, საქართველოს პოტენციალი. პასუხისმგებლობა არის უდიდესი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მწერალთა სახლის ნამუშევრის, რამდენიმე თვის ნამუშევრის წარდგენა, ეს არის ქვეყნის წარდგენა.
თბილისის კამერულ თეატრში სპექტაკლ ფიზიკოსების პრემიერა გაიმართა. რეჟისორი ლექსო ტურიაშვილი მოვლენები ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება. სპექტაკლის სვამს კითხვებს, ვის ეკუთვნის ცოდნა და რა პასუხისმგებლობა აქვს მეცნიერს კაცობრიობის წინაშე. თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრება მაყურებელს დღეს და ხვალ შეეძლება. ჩემი დებიუტი შედგა და ასმაგათ უფრო საპასუხისმგებლო, ასმაგათ უფრო ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის. შინაარსი აი ამ სცენარის და სპექტაკლის არის ის, რომ ეხმაურება დღევანდელ მოვლენებს, აი ეს ატომურ ბომბთან დაკავშირებით, რომ სადაც სიყვარული ქრება, იქ ფეთქდება ყველაფერი. ასე რომ ყველამ ერთად სიყვარულის გარშემო ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ. უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება იყო ამ დრამატურგის პიესაში მონაწილეობა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ჩემს რეჟისორს ლექსო ტურიაშვილს, ორგანიზატორს გიორგი გველესიანს, მათთან ერთად მუშაობა, ეს პროცესი ყველაფერი იყო აი ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი. იმედია მაყურებელსაც მოეწონება. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით, დაელოდეთ ჩვიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდებ, რომ ცლად მოგეღობათ, პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადაერთოთ.